ის დღე, რომელმაც ყველაფერი შეცვალა, თებერვლის ცივი შუადღე იყო გუდაურში. თოვლი ისე მძიმედ ვარდებოდა, რომ ფანჯრებიდან 50 მეტრის მოშორებით არაფერი ჩანდა. რესტორანი თითქმის სავსე იყო, ოჯახები, რომლებიც სათხილამურო სეზონის შუაში იყვნენ მოსული, ბავშვები, რომლებთაც ცხელი შოკოლადი სვამდნენ, მშობლები, რომლებიც დაღლილები ჩანდნენ, მაგრამ კმაყოფილები. გიორგი 64 წლის მამაკაცი იყო, მაღალი, გამხდარი, სამუშაო ხელებით. ის ელექტრიკოსი იყო თბილისში და ეს მოგზაურობა მთელი წლის დაზოგვის შედეგი იყო. მისი ცოლი ნინო ბათუმში დედას ესტუმრა და გიორგიმ გადაწყვიტა, რომ ქალიშვილთან ერთად 5 წლის ანასთან პირველად მთაში წასულიყო. ანა წითელ კურტკაში იყო ჩაცმული და მუდმივად იკითხავდა, როდის გავიდოდნენ თოვლში. გიორგი ღიმილობდა, თუმცა გული ოდნავ შემეკუმშა იყო, არ იცოდა რატომ. შესაძლოა იმიტომ, რომ ნინოს ძალიან დაეჭირა მისი გარეშე. შესაძლოა იმიტომ, რომ ეს სასტუმრო ბევრად უფრო ძვირი იყო, ვიდრე წარმოედგინა. შესაძლოა მხოლოდ იმიტომ, რომ ანა უჩვეულოდ ჩუმად იყო იმ დღის დილით. გიორგიმ საუზმე შეუკვეთა ხაჭაპური და ჩაი. ანამ თითები მაგიდაზე დაიწყო თამაში, მცირე რიტმული ხმა, რომელიც გიორგის ყოველთვის ანერვიულებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ის გაიხედა ფანჯარაში. თოვლი კვლავ ვარდებოდა. ტელეფონი ჯიბეში დაუძრა. სამსახური იყო, ბრიგადირი. ერთი წამით უნდა ვისაუბრო, უთხრა გიორგიმ ანას და ადგა. აქ დარჩი, არაფერს შეეხო, ახლა დაუბრუნდები. ანამ თავი დააქნია. გიორგი რესტორნის კარიბჭესთან გავიდა, სადაც სიგნალი უკეთესი იყო. საუბარი 2 წუთზე მეც არ გაგრძელებულა. მან თქვა კი, გასაგებია, ორშაბათს ვნახავთ. დაბრუნდა მაგიდასთან. სკამი ცარიელი იყო. წითელი კურტკა გოდოლში ჰქონდა ჩამოკიდებული. ანა აღარ იყო. გიორგიმ რესტორანში გაიხედა. ბევრი ადამიანი იყო, მაგრამ ანას არ ხედავდა. გული დაუჩქარდა. ის ტუალეტთან მივიდა, დაუძახა, არაფერი. ხელახლა დაბრუნდა მაგიდასთან, თითქოს იქ ისევ იქნებოდა, თითქოს მხოლოდ არ დაუნახა პირველად. მაგიდაზე ყველაფერი ხელუხლებელი იყო. ჩაის ჩიქა ნახევრად სავსე. პატარა ხელისანა ბეჭდი მაგიდაზე. გიორგიმ მიწასთან მიუყარა თვალი. შესაძლოა მიდიოდა დედასთან? არა, ნინო ბათუმში იყო. შესაძლოა სხვა ბავშვებთან წავიდა? არ იყო სხვა ბავშვი, რომელიც ანა იცნობდა. გიორგიმ მიმტანს მიმართა. ახალგაზრდა გოგო იყო, 28 წლის, რომელსაც შავი თმა უკანით ჰქონდა შეკრული. ჩემი ქალიშვილი აქ იყო, წითელი კურტკა, 5 წლის. არ გინახავს სად წავიდა, გოგომ თავი შეაქნია, არა უარყოფითად, არამედ დაბნეულად. პატარა გოგონა, გიორგიმ თავი დაუქნია. არა, არ მინახავს. შესაძლოა ტუალეტშია? არა, უკვე შევამოწმე. გოგოს თვალებში რაღაც შეეცვალა, პატარა განგაში, რომელიც პირველად გაჩნდა. გინდათ რესტორნის მენეჯერს დავუძახო? გიორგიმ თქვა დიახ. მომდევნო 20 წუთი ბუნდოვანი იყო. გიორგი მენეჯერთან ერთად რესტორანში ყველა კუთხეს ამოწმებდა, ვიკოსებდა ანას, ვიკითხებდა სხვა სტუმრებს. არავინ არაფერი იცოდა. ერთმა ქალმა თქვა, რომ შესაძლოა პატარა გოგონა სამზარეულოსკენ წასულიყო, მაგრამ სამზარეულოში არც ანა იყო და არც ვინმე მას ნახული ჰქონდა. მენეჯერმა უსაფრთხოების სამსახური გამოიძახა. 2 კაცი გამოჩნდა, ერთი ხნიერი, მეორე ახალგაზრდა, ორივე ერთნაირ ჩაფხუტებში. ბავშვი როდის დაკარგეთ? კითხა ხნიერმა. გიორგიმ უპასუხა, 10 წუთის წინ, შესაძლოა 15. ანა 2 საათსა და 45 წუთზე გაუჩინარდა. ეს შემდეგ გაარკვია. მაგრამ იმ მომენტში ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა და ძალიან ნელა ერთდროულად. უსაფრთხოების თანამშრომლებმა სასტუმროს ყველა სართული შეამოწმეს. სათამაშო ოთახი, აუზის ზონა, სპორტული დარბაზი, სასტუმროს ლობი. არაფერი. გიორგი მათთან ერთად დადიოდა, ძახდა, ეკითხებოდა. მისი ხმა დამწყები სისუსტით იზრდებოდა. 2 საათის შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. გამომძიებელი სახელად დავით ჩამოვიდა, 52 წლის მამაკაცი, მოკლე თმა, დაღლილის სახე. მან კითხვები დაუსვა გიორგის, ნელა, მშვიდად, თითქოს ეს ყოველდღიური საქმე იყო. რა ეცვა? წითელი კურტკა, შავი შარვალი, თეთრი ფეხსაცმელი. რაიმე განსაკუთრებული ნიშანი? არა. ჩვეულებრივ რას აკეთებს? გარბის.
თუ მშობლებთან რჩება, გიორგიმ შეეცადა გაეხსენებინა. არ გარბის. შვიდია. ყოველთვის ახლოს რჩება. დავითმა ჩანაწერები გააკეთა. კარგი. ჩვენ ყველა კამერას შევამოწმებთ. კამერები იყო, მაგრამ არა საკმარისად. რესტორნის შესასვლელთან ერთი კამერა იყო, მაგრამ იმ კუთხეს, სადაც გიორგის მაგიდა იყო, არ ფარავდა. სასტუმროს მთავარ დერეფანში კამერები იყო, მაგრამ ორი მათგანი გამოსული იყო, ტექნიკური პრობლემის გამო, უთხრეს გიორგის. სერვისული შესასვლელებთან კამერები არ იყო. გიორგი არ ესმოდა, როგორ შეიძლებოდა ეს. როგორ არ ყოფილა კამერა იქ, კითხა მან. დავითმა მხრები აიჩეჩა. საქმეა ბიზნესი. არ დებენ ყველა კუთხეში. ძვირია. პირველი 2 დღე გამოძიებულიყო ყველაფერი. პოლიციამ ინტერვიუები ჩაატარა ყველა თანამშრომელთან, მიმტნები, დამლაგებლები, უსაფრთხოების პერსონალი, სამზარეულოს თანამშრომლები. არავინ არაფერი ნახული ჰქონდა. ერთმა დამლაგებელმა თქვა, რომ მეოთხე სართულზე პატარა გოგონა ნახა, მაგრამ არ იყო დარწმუნებული, რომ ის იყო. შესაძლოა სხვა ბავშვი იყო, თქვა მან. კიდევ ერთმა თანამშრომელმა სამზარეულოდან თქვა, რომ სერვისულ დერეფანში რაღაც ხმა გაუგონია, მაგრამ არ გამოსულა შესამოწმებლად, იმიტომ რომ საქმიანი იყო. ჩატარდა ძებნა სასტუმროს გარშემო, თოლში, ტყის ზონაში. არაფერი. არც კვალი, არც კურტკა, არც ფეხსაცმელი. გიორგი ყოველ დღე პოლიციის განყოფილებაში დადიოდა. ნინო ბათუმიდან ჩამოვიდა მეორე დღეს, სახე თეთრი, თვალები წითელი. ისინი სასტუმროში დარჩნენ კიდევ 1 კვირის განმავლობაში იმ იმედით, რომ რამე გამოჩნდებოდა. მაგრამ არაფერი გამოჩნდა. დავითი ყოველ დღე რაღაცას ამოწმებდა, მაგრამ მის სახეში გამოხატვა უკვე ცვალებად იყო, პირველად იმედიანი, შემდეგ ნეიტრალური, შემდეგ დაღლილი, შემდეგ თითქმის უგულებელყოფითი. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ამბობდა ის, მაგრამ გიორგის ესმოდა, რომ ყველაფერს უკვე არ იყო საკმარისი. გამოძიება 3 კვირამდე გაგრძელდა. შემდეგ თანდათან დაწყებული იქნა დახურვა. დავითმა უთხრა გიორგის, რომ ყველა ვარიანტი გამოვიკვლიეთ. არ იყო მტკიცებულება გატაცებისა. არ იყო კვალი. შესაძლოა თოლში გასულიყო და დაეკარგა, ეს იყო ოფიციალური დასკვნა. გიორგი მითხოვა კამერების ჩანაწერების ხელახალი შემოწმება. დავითმა თქვა, რომ უკვე 2-ჯერ შეამოწმეს. გიორგი მითხოვა ყველა თანამშრომლის ხელახალი დაკითხვა. დავითმა თქვა, რომ რესურსები შეზღუდულია. ნინო ტიროდა ყოველ ღამე ისეთ ჩუმად, რომ გიორგი თითქოს არ გაეგონა, მაგრამ ყოველთვის გაეგო. ისინი თბილისში დაბრუნდნენ. ბინა ცარიელი ჩანდა. ანას ოთახი ხელუხლებელი იყო, სათამაშოები იატაკზე, საწოლი დაუგებელი, თითქოს იქიდან ახლახან წასულიყო. გიორგი სამსახურზე დაბრუნდა. ახალი შენობის მშენებლობაზე მუშაობდა, სადაც ელექტროქსელს აყენებდნენ. დღის განმავლობაში ცდილობდა არ ეფიქრა, მაგრამ ყოველთვის ეფიქრა. ღამით ვერ იძინებდა. ნინო სულ უფრო ჩუმდებოდა. ისინი ერთმანეთს აღარ ესაუბრნენ ისე, როგორც ადრე. ისინი ერთმანეთს აღარ ეხნენ. 6 თვის შემდეგ ნინო მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად. ის კვლავ ბათუმში წავიდა. აქ ვერ ვრჩები, უთხრა მან. გიორგიმ არაფერი უთქვა. მან იცოდა, რომ ნინო მას ადანაშაულებდა. იცოდა იმიტომ, რომ თავად საკუთარ თავს ადანაშაულებდა. ის 2 წამით დატოვა ანა. 2 წამით. და ეს საკმარისი იყო. წელი გავიდა. შემდეგ 2. შემდეგ 3. გიორგი მუშაობდა, დადიოდა, ჭამდა, იძინებდა, მაგრამ არაფერი რეალური არ ჩანდა. მან სცადა დავითის დარეკვა რამდენჯერმე, მაგრამ დავითმა თქვა, რომ საქმე კვლავ ღიაა, მაგრამ ახალი ინფორმაცია არ არის. მან სცადა თავად წასულიყო გუდაურში, მაგრამ რას გააკეთებდა იქ? ვისთან ესაუბრებოდა? სასტუმროს ადმინისტრაციამ უთხრა, რომ ძალიან მწუხართ, მაგრამ ვერაფერს დაგეხმარებით. გამოძიება ფაქტობრივად დახურული იყო. ანას სახელი კვლავ ახსენებდნენ ზოგიერთ ლოკალურ ახალ ამბებში, მაგრამ თანდათან ნაკლები და ნაკლები. ბავშვი, რომელიც გუდაურში დაიკარგა, ეს იყო ყველაფერი, რაც დარჩა. ნინო მაგან ქორწინება შემოიტანა მე-4 წელს. გიორგიმ ხელი მოაწერა. ისინი ერთმანეთს აღარ ენახნენ. გიორგი მცხეთაში გადავიდა საცხოვრებლად, პატარა ბინა, 1 ოთახის სამზარეულო. მან სანიტარულ სამსახურში მოიძია სამუშაო, გამტარების რემონტი, წყლის სისტემების შენარჩუნება. საქმე მარტივი იყო.
არავინ არაფერს კითხულობდა. გიორგი გაუთეთრდა თმა, ის 56 წლის იყო, მაგრამ 50-ით გამოიყურებოდა. ის წონაში დაიკლო. ხელები უფრო მშრალი გახდა. სახე უფრო ღრმა. მე-7 წელს ზაფხულის მიწურულს გიორგის უჩვეულო რამ მოხდა. მან ელექტრონული პოსტა მიიღო ბანკიდან, შეტყობინება, რომ მისმა ქალიშვილმა, ანა რუსტაველმა, ეს იყო ნინოს გვარი, რომელიც ანას მიეცა, შეეცადა ხელი მიეწვდინა დორმანტურ ანგარიშზე, რომელიც გიორგიმ არ იცოდა, რომ არსებობდა. ბანკის თანამშრომელმა უთხრა, რომ ანგარიში ღია ამ მცხეთის ფილიალში, თქვენს სახელზე, მაგრამ თქვენი ქალიშვილის სახელიც მითითებულია, როგორც მესაკუთრე. გიორგიმ არ გაიგო. მე არ გამიხსნია ეს ანგარიში, უთხრა მან. თანამშრომელმა შეამოწმა. ანგარიში გაიხსნა 2018 წელს, თებერვალში გუდაურის ფილიალიდან. გიორგის გული გაუყინდა. მან წავიდა ბანკში. ასეთი ანგარიში ნამდვილად არსებობდა. მასში 700 ლარი იყო დონაციები, რომლებიც შესრულდა ანას სახელზე რამდენიმე ორგანიზაციის მიერ. გიორგიმ ჰკითხა, ვინ გახსნა ანგარიში. ბანკმა უთხრა, რომ ინფორმაცია დაცულია, მაგრამ თუ პოლიციას დაუკავშირდებით, შეიძლება მიმართოთ. გიორგი დავითს დაუკავშირდა. დავითი უკვე განყოფილების უფროსი იყო. მან ჩანაწერები შეამოწმა. ანგარიში გახსნა სახელად გიორგი მელაძემ, სასტუმრო კომპლექსის ადმინისტრაციული მენეჯერმა. მელაძემ ხელი მოაწერა დოკუმენტებს იმ თქმით, რომ ოჯახის წარმომადგენელი იყო. დავითმა უთხრა გიორგის, ეს უკანონოა. ეს თაღლითობაა. გიორგიმ ჰკითხა, რატომ გააკეთა ეს. დავითმა თქვა, შევამოწმებ. გამოძიება ხელახლა გაიხსნა, მაგრამ ამჯერად არა ანას გაქრობის გამო, არამედ ფინანსური თაღლითობის გამო. გამოირკვა, რომ მელაძემ გახსნა 3 ანგარიში სხვადასხვა ბავშვის სახელზე, ანა და 2 სხვა ბავშვი, რომლებიც წლების განმავლობაში დაიკარგნენ გუდაურში ან მის ახლოს. თითოეულ ანგარიშზე დონაციები შედიოდა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ადგილობრივი ფონდებისგან, პრივატული პირებისგან. ფული არასოდეს მიეცა ოჯახებს. ფული რჩებოდა ანგარიშებზე. მელაძეს ჰქონდა წვდომა ანგარიშებზე, მაგრამ არასოდეს არ გამოიყენა თანხებით ჯერჯერობით. ის ელოდა, უთხრა დავითმა. ელოდა დრო გავლისაურულიყო. შემდეგ აიღებდა. გიორგიმ ჰკითხა, სად იყო მელაძე. დავითმა უთხრა, რომ მელაძე გადადგა სამსახურიდან 4 წლის წინ და ახლა ბათუმში ცხოვრობდა პენსიაზე. გიორგიმ ჰკითხა, რატომ არ დაკითხეს მელაძე ანას საქმეზე. დავითმა თქვა, ის დაკითხეს. ის არაფერი იცოდა. გიორგიმ ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა არაფერი ეცოდა, თუ მან გახსნა ანგარიში ანას სახელზე თაღლითობის მიზნით. დავითი ჩუმად იყო რამდენიმე წამს. უნდა ვიფიქროთ, რომ ის იცოდა მეტი ვიდრე თქვა. მაგრამ მტკიცებულება არ არსებობს, რომ ის პირდაპირ ჩართული იყო გაქრობაში. გიორგი მელაძეს ვერ ეწვია. დავითმა უთხრა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არ შეგიძლიათ კონტაქტი. გიორგი ელოდა. 2 თვის შემდეგ დავითმა დარეკა. მელაძე დაკითხულ იქნა. მან აღიარა ფინანსური თაღლითობა, მაგრამ უარყო რაიმე ცოდნა ბავშვების გაქრობის შესახებ. გიორგიმ ჰკითხა, რას ნიშნავდა ეს. დავითმა უთხრა, ის ამბობს, რომ მხოლოდ გამოიყენა შემთხვევა. ბავშვები უკვე დაკარგულები იყვნენ. მან უბრალოდ შექმნა ანგარიშები. გიორგის თავი ატრიალდა. როგორ შემთხვევა? როგორ იცოდა მან, რომ ბავშვები დაიკარგებოდნენ, დავითი ჩუმად იყო. მას არ აქვს პასუხი. ან არ გვეუბნება. გიორგიმ კითხვები დაუსვა. მან კითხა, ვინ იყო სხვა 2 ბავშვი. დავითმა უთხრა, 1 ბიჭი 6 წლის 2016 წელს, 1 გოგონა 4 წლის 2013 წელს. 2-ვე დაიკარგა გუდაურში. 2-ვე საქმე დაიხურა დაკარგული თოლში დიაგნოზით. გიორგიმ კითხა, რა იყო მელაძეს როლი სასტუმროში იმ დროს. დავითმა უთხრა, ადმინისტრაციული მენეჯერი. ის აკონტროლებდა შიდა ოპერაციებს, პერსონალით დაზღვევა ურთიერთობების საჯარო უსაფრთხოების სტრუქტურებთან. გიორგის კვლავ გაუყინდა. მაშასა და მემას შეეძლო გავლენა მოეხდინა გამოძიებაზე, დავითმა ღრმად ამოიკვნესა. თეორიულად, დიახ. გიორგიმ კითხა, იყო თუ არა სხვა თანამშრომლები, რომლებიც უცნაურად მოიქცნენ იმ დღეებში. დავითმა უთხრა, 1 დამლაგებელი პოზიციიდან გადადგა ანას გაქრობიდან 1 დღის შემდეგ. სახელად იაკო ხრეიძე. მაშინ 22 წლის იყო.
და კითხვისას უთხრა, რომ ოჯახური მიზეზების გამო დატოვა სამუშაო. გიორგიმ ჰკითხა, გააგრძელეს თუ არა მის დაკითხვას. დავითმა თქვა, არა. მაშინ არაფერი საეჭვო არ იყო. დამლაგებლები ხშირად ტოვებენ სამუშაოს. გიორგიმ ჰკითხა, სად იყო ახლა ია? დავითმა უთხრა, ცხეთაში ცხოვრობს. ქორწინებულია. 2 შვილი ჰყავს. გიორგიმ იცოდა, რომ არ შეეძლო პირდაპირ წასვლა იასთან. მაგრამ იცოდა, სად მუშაობდა, ადგილობრივ საკონდიტრო მაღაზიაში. ერთ დღეს სამსახურის შემდეგ იქ წავიდა. მაღაზია პატარა იყო, სუფთა სუნით ტკბილი იყო. ია უკანა მაგიდაზე იდგა, აწყობდა ტორტების შეკვეთებს. ის თხელი იყო, მოკლე თმა ჰქონდა, სახეზე დაღლილობის ნიშნები. გიორგი მივიდა და უთხრა, გამარჯობა. მე მქვია გიორგი რუსტაველი. ჩემი ქალიშვილი ანა დაიკარგა გუდაურში 7 წლის წინ. თქვენ იქ მუშაობდით? ია გაშეშდა. მისი თვალები გაფართოვდა. ხელები ოდნავ დაუძრა. ნე. არაფერი ვიცი, თქვა მან. გიორგი ნელა თქვა, მე არ ვაპირებ დაგადანაშაულოთ. მე მხოლოდ მინდა გავიგო რა მოხდა. ია გაიხედა მაღაზიის სხვა კუთხეში, სადაც კოლეგა იდგა. შემდეგ უკან გიორგის მიხედა. აქ ვერ ვისაუბრებ, თქვა მან ჩუმად. შეგიძლიათ მომდევნო კვირას შეხვდეთ? ორშაბათს. პარკში, შუადღის 2 საათზე. მცხეთის ძველი ხიდის ახლოს. გიორგიმ თავი დაუქნია. ია კვლავ გაიხედა და სწრაფად დაემატა, თქვენ არავის უთხრათ, რომ ჩემთან მოხვედით? გიორგიმ თქვა, არა, არავისთვის. ორშაბათი ცივი იყო, მაგრამ მზიანი. გიორგი პარკში ადრე მივიდა. მან ბენჩზე დაჯდა და ელოდა. ია 30 წუთით გვიან გამოჩნდა. ის ნერვიული იყო, ხშირად იხედებოდა გარშემო. ისინი დაჯდნენ. ია დიდხანს ჩუმად იყო. შემდეგ დაიწყო საუბარი. მე ვიცოდი, რომ ერთ დღეს ვიღაც მოვიდოდა, თქვა მან. მე ყოველ ღამე ვზიხარ იმაზე, რაც მოხდა. მაგრამ ვეშინოდა დავკარგავდი სამუშაოს. ვეშინოდა ჩემს ოჯახს რაღაც დაემართებოდა. ვეშინოდა, რომ არავინ დამიჯერებდა. გიორგიმ ჰკითხა, რა ნახა? ია ღრმად ამოიკვნესა. იმ დღეს მე მე-4 სართულზე ვმუშაობდი. დაახლოებით 3 საათზე ვნახე რამდენიმე რამ, რაც უცნაური იყო. ერთი პატარა გოგონა, წითელი კურტკა, სერვისულ დერეფანში იყო. არა იმ დერეფანში, სადაც სტუმრები დადიან, არამედ სადაც ჩვენ, პერსონალი, დადიოდით. ის ტიროდა. მე მივუახლოვდი და ვკითხე, დაკარგულა თუ არა. მან თავი დაუქნია. მე ვთქვი, რომ დედასთან წაიყვანდი. მაგრამ სანამ რამე გავაკეთებდი, ერთი კაცი გამოჩნდა, არ ვიცი ვინ იყო, არ ვიცნობდი. ის ადმინისტრაციული ტანსაცმელი ეცვა, უსაფრთხოების არა, მაგრამ ოფისური. მან მითხრა, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ ბავშვის მშობლები უკვე ეძებენ მას და რომ ის წაიყვანს რა. მე უთხრე, კარგი. გავედი. გიორგის გული დაუჩქარდა. და შემდეგ ია აშკარად ტანჯულად იყო. მე მივედი ჩემს სამუშაო ოთახში და დავიწყე წასვლის მომზადება, ჩემი შიფტი მთავრდებოდა. მაგრამ რაღაც მე არ მშვიდობდა. კაცის სახე. მისი ტონი. რაღაც არ იყო ჩვეულებრივი. მე დაუბრუნდი იმ დერეფანში 10 წუთის შემდეგ, მაგრამ არც კაცი იყო, არც გოგონა. შევამოწმა სხვა ოთახები. არაფერი. მერე გავიგე, რომ ბავშვი დაკარგულია. მერე უსაფრთხოების სამსახურმა ყველა დაგვიწყო კითხვა. მე ვეშინოდა, რომ თუ ვიტყოდი, რომ გოგონა სერვისულ დერეფანში ვნახე, მაშინ ჩემზე ეჩვობდნენ. ვეშინოდა, რომ დამადანაშაულებდნენ იმაში, რომ ვერ დავიცავი ის. ვეშინოდა, რომ დამითხოვდნენ. და ჩემი დედა ავად იყო იმ დროს. მე მჭირდებოდა სამუშაო. გიორგი ცდილობდა ჩუმად დარჩენილიყო. გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა კაცი, ია თქვა, მაღალი. ძალიან არა, მაგრამ საშუალოზე მაღალი. მოკლე თმა ნაცრისფერი. 30-ის ან 40-ის დასაწყისში. არ ვიცი. არ მახსოვს ძალიან კარგად. მე მხოლოდ რამდენიმე წამით ვნახე. გიორგიმ ჰკითხა, გაიგო თუ არა შემდეგ ვინ იყო კაცი. ია თქვა, არა. მაგრამ მეორე დღეს მენეჯერმა მელაძემ მომიძახა ოთახში. მან მკითხა, რა ვნახე.
მე ვუთხარი რომ არაფერი. მან მითხრა რომ კარგია. მან მითხრა რომ სასტუმროსთვის ეს ძალიან რთულია და რომ პერსონალმა უნდა იყოს ფრთხილად რას ამბობს. მან მითხრა რომ თუ რამე ვიცოდი და არ მithქვამდი პოლიციისთვის შეიძლება ეს პრობლემა გამხდარიყო. მაგრამ აგრეთვე მითხრა რომ თუ არაფერი ვიცოდი უკეთესი იქნებოდა გამეგრძელებინა ჩუმადყოფნა. გიორგიმ ჰკითხა რატომ გადადგა სამუშაოდან. ია თქვა ვერ ვიტანდი იქ ყოფნას. ყოველ დღე ვფიქრობდი იმ გოგონაზე. ყოველ დღე მეჩვენებოდა რომ ხედავდი მას დერეფანში. ვეშინოდა რომ თუ დავრჩებოდი მეტყოდნენ რამეს. ვეშინოდა რომ მელაძე აიძულებდა რაღაცას ხელი მომეწერა ან რაღაც მომხდარიყო. უბრალოდ წავედი. გიორგი მკითხა და უკავშირდა თუ არა შემდეგ პოლიციას. ია ქვემოთ გაიხედა. არა. ვეშინოდა. ვეშინოდა რომ არავინ დამიჯერებდა. ვეშინოდა რომ მაშინვე დავკარგავდი ყველაფერს. და მე ვიცოდი რომ დასჩქარდი. მე ვიცოდი რომ თუ რაღაც ვიტყოდი ეს ვერაფერს შეცვლიდა. გოგონა უკვე გაქრებული იყო. პოლიცია არაფერს ვერ იპოვიდა. და მე მხოლოდ ვიცოდი რომ ვნახე გოგონა და უცნობი კაცი. ეს არ იყო საკმარისი. გიორგის თვალებში ცრემლები გამოჩნდა, მაგრამ ის არ ტიროდა. ის კითხავდა, შეგიძლიათ ახლა უთხრათ პოლიციას? ია თქვა დიახ. მე უკვე მზად ვარ. მე ვერ ვიცხოვრებ ამით მეტი. მაგრამ არ ვიცი დაეხმარება თუ არა რამეს. გიორგიმ უთხრა რომ დაეხმარება. უთხრა რომ ნებისმიერი ინფორმაცია უკეთესია ვიდრე არაფერი. ია დავითს დაუკავშირდა იმავე კვირაში. მან მიაწოდა ყველაფერი რაც იცოდა. დავითმა მელაძეს კვლავ დასვა კითხვები. მელაძემ უარყო რომ რამე იცოდა კაცის შესახებ. მან უარყო რომ იას დააშინა. მან თქვა რომ უბრალოდ ვურჩია სიფრთხილე. დავითმა სცადა იდენტიფიცირება კაცის შეამოწმა ყველა პერსონალის ჩანაწერი იმ პერიოდში, მაგრამ არავინ არ შეესაბამებოდა აღწერას. შესაძლოა ის არ იყო ოფიციალური თანამშრომელი, უთხრა დავითმა გიორგის. შესაძლოა მოკლევადიანი კონტრაქტორი, შესაძლოა თანამშრომლის ნათესავი, შესაძლოა უბრალოდ ვიღაც ვინც იქ იყო. გიორგი მკითხა რა ნიშნავდა ეს. დავითმა თქვა, ნიშნავს რომ ჩვენ არასოდეს ვერ ვიპოვით მას. მელაძეს განსჯა მიეც ფინანსური თაღლითობისთვის 2 წელი პატიმრობა გადადებული. მან არასოდეს არ გაამჟღავნა მეტი ინფორმაცია ანას გაქრობის შესახებ. ან ნამდვილად არაფერი იცოდა, ან ძალიან კარგად იცავს საიდუმლოს, უთხრა დავითმა გიორგის. იას სჯა არ მიეცა, მაგრამ მისი ჩვენება არ იყო საკმარისი რაიმე ახალი გამოძიებისთვის. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ვინაობა. კონკრეტული მტკიცებულება. ის რაც გვაქვს ეს არის მხოლოდ მეხსიერება 7 წლის წინანდელი მოვლენის, რომელსაც არ ადასტურებს კამერები ან სხვა მოწმეები, თქვა დავითმა. გიორგიმ ისევ წავიდა გუდაურში, თუმცა ამჯერად მარტო. მან ისევ გაიარა სასტუმრო იმ დერეფნებში, სადაც ია ნახა ანა. იქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო, უბრალოდ სერვისული კორიდორი, თეთრი კედლები, ნათურები. მან ისევ ისაუბრა თანამშრომლებთან, მაგრამ ახალი პერსონალი იყო. არავინ არაფერი იცოდა. მან ისევ ჰკითხა კამერებზე, ჩანაწერები წაშლილი იყო წლების წინ. სისტემას ჰქონდა ლიმიტი, 6 თვე, შემდეგ ავტომატურად იშლებოდა, უთხრეს მას. გიორგი დაბრუნდა მცხეთაში. ახლა მას იცოდა მეტი ვიდრე წლების წინ, მაგრამ კვლავ არაფერი საკმარისი. მან იცოდა რომ ანა იყო სერვისულ დერეფანში. მან იცოდა რომ უცნობმა კაცმა თქვა რომ წაიყვანდა მას. მან იცოდა რომ მელაძე ფინანსურად გამოიყენებდა გაქრობებს. მაგრამ არ იცოდა სად იყო ანა. არ იცოდა ცოცხალია თუ არა. არ იცოდა რა მოხდა იმ დერეფანში უცნობ კაცთან. ღამეები გიორგის ყველაზე მძიმე იყო. ის წოლში იწვა და ფიქრობდა ვარიანტებზე. ფიქრობდა, შესაძლოა ანამ დაუჯერა კაცს. შესაძლოა კაცმა უთხრა რომ მამასთან წაიყვანდა. შესაძლოა ანა გაჰყვა იმას. შემდეგ რა? ეს იყო კითხვა, რომელსაც გიორგი ვერ უპასუხებდა და რომელიც მთელ ღამეს აწუხებდა. ის ცდილობდა არ წარმოედგინა. ცდილობდა იმედი ჰქონოდა რომ რაღაც სხვა მოხდა, შესაძლოა ანა დაიკარგა გარედან. შესაძლოა სადმე გავიდა და თოლმა დახშო. შესაძლოა სწრაფი უმტკივნეულო. მაგრამ მაინც არ იცოდა. არასოდეს გაეგო. გიორგი ახლა 41 წლისაა. ის კვლავ მცხეთაში ცხოვრობს.
კვლავ სანიტარულ სამსახურში მუშაობს. ის ხანდახან ბავშვებს უცქერის ქუჩაში, მცირე გოგონებს წითელ კურტკებში და მოკლედ ეჩვენება, რომ ერთ მათგანში ანას იპოვის. მაგრამ ეს არასოდეს ხდება. ნინო ბათუმშია. ისინი აღარ საუბრობენ. იას 2 შვილი ჰყავს და კვლავ იმ საკონდიტრო მაღაზიაში მუშაობს. ის გიორგის დარეკა ზოგჯერ, ნაღდად, არა იმიტომ რომ რამე ახალი უთხრას, არამედ იმიტომ რომ გაიზიარონ სიჩუმე. მელაძე პენსიაზეა და ბათუმის სანაპიროზე ცხოვრობს. დავითი კვლავ გამომძიებელია, მაგრამ ანას საქმე არ არის ღია. არ არის მტკიცებულება, რომ რამე მოხდა, რაც კანონით დევნადია, უთხრა მან გიორგის ბოლოს. მტკიცებულება არის მხოლოდ ის, რომ ბავშვი გაქრა და სისტემამ ვერ იპოვა ის. გიორგი ხანდახან ფიქრობს იმაზე, თუ რა იქნებოდა სხვაგვარად. თუ არ დაერეკა. თუ ანა თან წაიყვანა ტელეფონთან. თუ უკეთესად იყურებდა. თუ სწრაფად შეამჩნევდა. 2 წამი. 2 წამი იყო საკმარისი. ამის შესახებ ფიქრი არასოდეს წყდება. არ ქრება. არ ნაკლებდება. ის უბრალოდ რჩება, მუდმივი, მძიმე, ჩუმი. ანა აღარასოდეს იპოვეს. გამოძიება ახლა დახურულია. ოფიციალურად ჩანაწერი ამბობს დაკარგული, ალბათ გარდაცვლილი მტკიცებულება არასაკმარისია. გიორგის იცის მხოლოდ ის, რაც უთხრა. უცნობი კაცი. სერვისული დერეფანი. ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა, უცნობია. არ არსებობს პასუხები. არ არსებობს დახურვა. არ არსებობს დასკვნა. ყოველივე, რაც არსებობს, არის 7 წელი სიცარიელის, 1 საშინელი შეცდომა და ცოდნა, რომ სიმართლე შესაძლოა არასოდეს გამოვლინდეს. ზოგჯერ ღამის ჟამს გიორგი თავისუფლად ფიქრობს, შესაძლოა ანა სადმე ცოცხალია. შესაძლოა რაიმე საოცარი, აუხსნელი მიზეზით გადარჩა და სხვა ოჯახში იზრდება, სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში და არ იცის ვინ იყო. შესაძლოა ერთ დღეს ის გაიგებს და დაბრუნდება. მაგრამ გიორგის იცის, რომ ეს ფანტაზიაა. ღრმა ადგილას, სადაც სიმართლე დაკრძალულია, ის იცის, რომ ანა აღარ დაბრუნდება. იცის, რომ რაც მოხდა იმ სერვისულ დერეფანში 7 წელი წინ, ეს იყო დასასრული. და ის იცის, რომ მთელი დანარჩენი ცხოვრება გაატარებს არაცოდნის ტვირთით. მაგრამ ის აგრძელებს. მუშაობს. იძინებს. იღვიძებს. ერთი დღის შემდეგ მეორე მოდის. სიცოცხლე გრძელდება, თუმცა ნაკლებად. და ყოველ თებერვალს, როცა თოვლი იწყება მცხეთაზე, გიორგი ავტობუსს ჯდება და გუდაურში მიდის. მხოლოდ ერთი დღით. ის სასტუმროს გარეთ დგას, იმ დერეფანს უყურებს, რომელსაც მხოლოდ თოვლი ფარავს და დგას. არაფერს ელის. არაფერს ეძებს. უბრალოდ დგას. იმიტომ რომ ეს ერთადერთია, რაც შეუძლია. იმიტომ რომ ეს ერთადერთი ადგილია, სადაც ანა ბოლოს იყო ნამდვილი.